რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა, სპეციალური გამოშვებით თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. არ დაგავიწყდეთ მოწონება და გამოწერა, აუცილებლად. რასაც ბორის ივანაშვილს ვერ დაუკარგავ, იცის რა არის ფული. მათ შორის ძალიან კარგად იცის ჩვენი ფული რა არის. უკვე ძალიან ბევრი წელია ფინანსურ ბრძოლას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აკოტრებს პარტიებს, მედიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც არ მოსწონს. უბრალოდ კი რამდენ ხანს შეიძლება იმუშავა. მე შემიძლია დიდხანს ვისაუბრო, როგორ მოუჭირა და რაებით ჩაიდინა, რომ ჯერ რუსთავი ორი შემდეგ მთავარი არხი დაეხრჩა უფულობით. მაგის დროც მოვა. დღეს კი ვსაუბრობ ფულზე, რომლითაც ბორია მასზე გაბრაზებულ ხალხს შის. ჯიბიდან უღებს. მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედეს და ქუჩაში გამოვიდნენ. თან ჯიბიდან უღებს ბლომად. იმდენს რომ მისგანვე უსამსახუროდ უშემოსავლო დატოვებულ ადამიანებს ძალიან მაგრად დაეტყოს და მეორედ არ გაბედოს ვიღაცამ თქვა რომ არ მოეწონა მოპარული არჩევნები. რომ ევროკავშირში უნდა, ან რუსეთში არ უნდა, ან ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვს, ან ზოგადად ოლიგარქი არ მოსწონს, ან რაღაც მსგავსი. ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა სცადა ჩასდგმოდა კვალში ფულს, რომელიც ივანაშვილის სისტემამ მასზე გაბრაზებული ხალხის ჯიბეებიდან ამოიღო, მაგრამ ვერ გახდა ვერაფერს. უზენაესმა სასამართლომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს მონაცემები არ მისცეს. რამდენი ადამიანი დააჯარიმეს ამ 9 თვის განმავლობაში. სავარაუდოდ 1000-ობითაა 100 ადამიანი, 1000-ობით. მათგან ერთია თავად გიორგი დავითური, ჩვენ დღევანდელი სტუმარი, IDFI-ის მთავარი იურისტი. ჩემი სამი საქმე არის სასამართლოში და ჩემი სამი საქმედან ჯერ არც ეძე არ არის გადაწყვეტილება მიღებული. თქვენ ამ კვლევაში წერთ, რომ მოსთხოვეთ ინფორმაცია უზენაეს სასამართლოს, მაგრამ ეს ინფორმაცია ვერ მიიღეთ. არ მოგცათ უზენაესმა სასამართლომ. რას ეყრდნობა მისი ეს გადაწყვეტილება? იქნებ რაიმე კონფიდენციალური ინფორმაცია, რასაც თქვენ თხოვთ, რაღაცა პირადი მონაცემებია და ამიტომ არ უნდა ამ კონფიდენციალობის დარღვევა. სამართლებრივად ღირებული არგუმენტი ჩვენ არასდროს არ მოგვისმენია და რესურსებს რაც შეეხება პრინციპში ყოველთვის, როცა პირველ რიგში ეს სტატისტიკური ინფორმაცია ისედაც წარმოებს, ეს IDFI-ის მოთხოვნის საფუძველზე არ უნდა მუშავდებოდეს, ეს სასამართლოს ოპერაციების განუყოფელი ელემენტი უნდა იყოს და ეს აწყობილიც არის კიდევაც ესე პირველი ინსტანციიდან უზენაესამდე ხდება არის ბიზნეს პროცესი, რომლითაც ხდება სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება და საბოლოოდ ერთიან ფორმებში აქცევს უბრალოდ მას უზენაესი სასამართლო. და იქნებ მართლა არ აქვს ამ უზენაეს სასამართლოს ამის რესურსი. მე ახლა სპეციალურად შევედი უზენაეს სასამართლოს ვებგვერდზე და აღმოვაჩინე, რომ პირდაპირ აწერია, რომ 2022 წლიდან არის სატესტო რეჟიმში. ცოტა უცნაურია, რომ ამ ხელა სახელმწიფო უწყების ვებგვერდი 4 წელი უკვე პრაქტიკულად სატესტო რეჟიმში იყოს, მაგრამ იქნებ ძალიან უჭირთ. იქნებ არც ხალხი ყავთ, არც არ ვიცი. IT სპეციალისტები ყავთ, არ ყავთ მოკლედ ადამიანები, არ შეუძლიათ ამ ინფორმაციის დახარისხება. რესურსების არგუმენტს კიდევ ეს აბათილებს და განსაკუთრებით როდესაც IDFI-ის ეხება საქმე, რასაც ჩვენ მოთხოვნებს ეხება საქმე, ყოველთვის უზუსტებთ, რომ თუ რაიმე არის, რაც ბევრ დროს ითხოვს, არ არის პრობლემა, დაგელოდებით და მერე მოგვაწოდეთ. მაგრამ ძალიან ცხადი რაც არის ერთ-ერთი არის ის, რომ რა მიზეზით ახლა დარწმუნებით რომ თქვა მიზეზი რის გამოც სტატისტიკასთან დაკავშირებით ესეთი გაუგებრობები არის არ ქვეყნდება და მკითხაობები გვიწევს და ის ნედლი ინფორმაციაც არ ქვეყნდება არამხრივ შემაჯამებელი ინფორმაცია ხო ეს უკვე ხდება რაღაცა მორიგი საჯარო მოხელის უყურადღებობის ფარგლებს და აშკარად მიუთითებს იმაზე რომ საერთო სასამართლოში ზოგადი პოლიტიკა არის დახურვისკენ მიდრეკილება რა გიორგი, ამ ინფორმაციას, ამ სტატისტიკას არ აწარმოებენ, არ აჯამებენ თუ თქვენ არ გაძლევენ. იქნებ უბრალოდ არ ჭირდებათ ასეთი ინფორმაციის დახარისხება და შეკოწიწება და სტატისტიკად ქცევა. სტატისტიკის გარეშე ნუ უბრალოდ ვერ მართავ რა, ამხელა ინსტიტუტი, ანუ ამხელა დატვირთვასთან უწევს საქმეების რაოდენობრივად გამკლავება. ხო, ესე არ არის, იქ არსებობს კიდე მერე ევროსაბჭოს გარკვეული ვალდებულებები პლატფორმები, სადაც აგრეთვე რაღაც სტატისტიკური ინფორმაციები და წარადგინონ. თქვენ მიუთითებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ 2023 წლიდან გაჭედა, რასაც ქვია. შეწყვიტა რაღაც ინფორმაციის გამოქვეყნება. რა ინფორმაციის გამოქვეყნებაზე თქვა უარი კონკრეტულად? სასამართლოდან აღარ აქვს სტატისტიკური ინფორმაციაზე, ზოგადი მარტივი საჯარო ინფორმაციის გამოტანაც კი არის ურთულესი.
სტატისტიკური ინფორმაცია ბოლო წლების განმავლობაში, პროაქტიულად რო აღარ ქვეყნდება 23-ის შემდგომ 2024-2025 წლები 24 აღარ გამოქვეყნებულა უკვე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ბუდიში და ხო ამ წლებში უკვე იმგვარ საჯარო ინფორმაციის გზითაც ვეღარ ვახერხებთ იმგვარი ღირებული ინფორმაციის მიღებას რომ მაგალითად წინა სტატისტიკურ პერიოდთან შედარებადი მონაცემები მაინც იყო ძალიან ზოგად ცენტრალურ დონეზე რა არის 174 პრიმა მუხლი რატომ გამოიწვია მან თქვენი განსაკუთრებული ინტერესი ახლა და იქნებ სხვა უწყებებიდან მაგალითად ჩინაგან საქმეთა სამინისტროდან შეიძლებაოდეს ამავე მუხლის გამოყენებაზე ინფორმაციით მოპოვება რა კი თქვენ ამბობთ რომ ეს არის ყველაზე მასობრივად გამოყენებადი მუხლი დღეს XSS-ს განვითხოვდით 174-ს და სასამართლოსგანაც გამოვითხოვეთ კონკრეტული სხვადასხვა ტიპის ვარიაციებით მათ შორის თუ არა წარმოებით სტატისტიკას ნედლი ინფორმაცია მოვითხოვეთ და ჩვენ მივხედავთ 174 მუხლი, პრიმა მუხლი არის მანიფესტაციების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მოცემულ შემთხვევაში ეს გულისხმობს აი არაძალადობრივი რეპრესიის ერთ-ერთი ფორმა ჯარიმები, რასაც ეს ვიდეოკამერებით რასაც აკეთებენ ძირითადად ვიდეოკამერებით, აი ამ ჯარიმების რა რაოდენობის საქმე იყო 5000 ლარიანებზე მაგალითად შესული. შსს-დან და სასამართლოდანაც ჩვენ ეს კომპონენტი გვაინტერესებდა. შსს-დან ამაზე ინფორმაცია საერთოდ ვერ მივიღეთ, როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც წესი რაღაცა ინფორმაციას გვიგზავნის ხოლმე, როცა ეს ინფორმაცია არ აქვს, მათ შორის იმასაც გვწერს, რომ ეს ინფორმაცია არ აქვს. რეალურად ყველაზე მასობრივად გამოყენებადი მუხლია ეს 174 პრიმა მუხლი. თვითონ 174 პრიმა მუხლი, შინაარსობრივად რო დავშალოთ, ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევა. მუხს ქვია ესე და ამის საფუძველზე ხშირად და ჩვენი გამოცდილებით როგორც წესი, სამართალდამცავი ორგანოები და ძირითადად შსს შეკრებისა და მანიფესტაციების კანონის და ზოგადად კონსტიტუციისა თუ ადამიანის უფლებათა კონვენციის არასწორი ბოროტი გამოყენებით და მარტივად რო ვთქვათ, არ ვიცი, ინსტრუმენტალიზაციით ყველაფრის იყენებენ იარაღად ამ სამართალდარღვევას იმისთვის, რომ აი ეს არა ძალადობრივი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა აღასრულონ და ესეთი ჯარიმები ჩვენი ინფორმაციით არის 1000-ობით თუ არა 10000-ობით. თქვენ მოყავთ სტატისტიკა, რომ 2013-დან 2023 წლამდე მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ დავებზე ლაპარაკი ორჯერ და მეტად შემცირდა. თქვენი მონაცემებით 63%-დან ცოტა მეტი 29.1%-მდე. სტატისტიკის ამ ციფრების გაუარესება, ანუ 61%-დან ჩამოსვლა 29-30%-მდე, ეს არ მოხდა 2014-ში, 15-ში ან 16 წელს. ეს 61% დაახლოებით 50%-იანი შუალედით სახელმწიფო გაგრძელდა 2019 წლამდე და 2018 წლიდან უკვე რადიკალურად დაიკლო ადამიანების სასარგებლოდ დასრულებულმა ადმინისტრაციულმა დავებმა. ანუ მარტივად რო ვთქვათ, 2018 წლის შემდეგ შეინიშნება ის მაჩვენებელი, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს და ადამიანებს უგებს დავას ბევრად უფრო ხშირად. აქ შედის ყველაფერი დაწყებული, არ ვიცი, ნებისმიერი აი საგადასახადო იქნებ, საგადასახადო კი არა და დასრულებული საპატრულო პოლიციის ჯარიმით დაწყებული, მუნიციპალური ჯარიმით გაგრძელებული, არ ვიცი, უკანონო მიწის ნაკვეთიები, ანუ ბევრი საკითხი შემოდის აქ. რა ადმინისტრაციული დავები მარტო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის. სახელმწიფოსთან ნებისმიერი რაც არის სადავო, ეს ადამიანი იწყებს ამ დავას თუ სახელმწიფო იწყებს ამ დავას, ეს არის ადმინისტრაციული საქმე. ადმინისტრაციული საქმე შეიძლება დაიწყოთ არც პირობითად მიწის ნაკვეთის აღიარება. არის ადმინისტრაციული საქმე. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სახელმწიფოს დავა, მაგალითად რეესტრში რაღაცას არ გირეგისტრირებენ, ხო, ესეც ადმინისტრაციული საქმეა. ჯარიმა ადმინისტრაციული საქმეა. ამის მიზეზი რა არის? ეს ტენდენცია შეგიძლიათ ახსნათ? კონკრეტულად რამ გამოიწვია ესეთი ვარდნა, ანუ 2018 წლის მერე რატო დაიწყო ესეთი ვარდნა, რამე ესეთი ინდიკატორი არც სტატისტიკიდან იკვეთება და არც მე არ მახსენდება, გულწრფელად რო გითხრა. თუ ეს რაღაც უფრო მეტად არის ეს ბუნებრივი გადასვლა რა, რაღაც ეტაპზე
სასამართლოს უნდა იყოს დამოუკიდებელი, რაღაც ეტაპზე მოკლედ რაც დიდხანს რჩება ნებისმიერი მმართველი პარტია ძალაუფლებაში, მისი ამბიციები და შესაბამისად რა დავარქვა ამას არის მისი ამბიციები და მისი წარმატების მაჩვენებლები საჯარო დავებში, ადმინისტრაციულ დავებში ბევრად უფრო მაღალი არის. გიორგი, უზენაეს სასამართლომდე მე მგონია დაჯარიმებულების საქმეები საერთოდ არ მიდის. საქმეების 99% განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლოს არ შეიძლება რომ ჰქონდეს იგივე სტატისტიკა და მას მოსთხოვოთ. უზენაეს სასამართლოს აწვდიან იმ ინფორმაციას საბოლოო და საბოლოო ფორმას ამ სტატისტიკას აძლევს უზენაესი სასამართლო. ეს თვითონვე სასამართლოს მიერ შექმნილი ბიზნეს პროცესია ასეთი და ამიტომაც არის რომ სასამართლოს სტატისტიკები ქვეყნდება უზენაეს სასამართლოს ვებგვერდზე და არა მაგალითად თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. მაგრამ დღევანდელ მოდელში რაც არის უზენაეს სასამართლო აკეთებს ამას, უზენაეს სასამართლოს ვალდებულებაა და ჩვენც ამ ვალდებულებით ბუნებრივია ვართ შემოჭრილი და ვისაც აქვს და უნდა ჰქონდეს იმათ უნდა მივაკითხოთ. რაც შეეხება სასამართლოებს, არის გარკვეული სასამართლოები, თავარი სრულის მეტნაკლებად სრული არა, მაგრამ სრულთან მიახლოებული სურათი რომ შეიქმნა 174-ესთან დაკავშირებით, იმ ბუნების გათვალისწინებით, როგორც ეს შეკრებისა და მანიფესტაციის დარღვევის წესი მუშაობდა, ერთადერთი სასამართლო შეიძლება იყოს თბილისის საქალაქო სასამართლო, საიდანაც ამ ინფორმაციის მიღება შეიძლება. მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიუხედავად ისა, რომ აიდიფაიმ კონსტიტუციური დავა მოიგო, კანონმდებლობაში იმპლემენტაცია გააკეთა ბევრი რამის ამ კონსტიტუციური დავის მოგების შესაბამისად, დღემდე გვიჭირს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაც კი ან მორიგ საჯარო ინფორმაციაზე პასუხიც კი. აღარაფერს ვამბობ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, მათ შემადგენელ ორგანოებზე. და ბუნებრივია სტატისტიკურ ინფორმაციას სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლოდან ან ვერც ნედრ მონაცემებს ჩვენ იქიდან ვერ გამოვხდით რა. რეგიონებში ხომ აჯარიმებენ აქტივისტებს, იქაც არის აქციები და იქაც აჯარიმებენ ადამიანებს. გარდა ამისა, ვიღაცები მიდიან ალბათ სააპელაციო სასამართლოში. აი ამ სხვა სასამართლოებში თუ არის შესაძლებელი ინფორმაციის მოპოვება. საქმეები, სტრასბურგისთვისაც საკმაოდ საინტერესო იქნება და აპელაციაში უნდა წავიდეთ. ანუ ეხლა უბრალოდ შესაძლოა დაგიწერს 5000 ლარიანს და შენ თუ გინდა წადი სასამართლოში და თუ გინდა მოწაფარ. შესაძლოა ვეღარ წახვალ. აი ესე არის ეს წესი საბოლოოდ ჩამოყალიბებული და სასამართლო არის თბილისის საქალაქო სასამართლო. იმიტომ რომ ხო, რუსთაველის გამზირი აქ არის, კამერები აქ მუშაობს ძირითადად. დანარჩენ მეებშიც, რეგიონებშიც არის ესე გზის გადაკეტვის ამბებზე, როგორც ვიცი, მაგრამ ესე მასშტაბურად ყოველთვის მასშტაბთან მიახლოებულადაც კი მე არ გამიგე, იქ უფრო მეტად სხვა რაღაცა, სხვა ტიპის სამართალდარღვევებს უფრო მეტად იყენებენ რა. ნიღბის ტარება იქნება ეს თუ რაღაცა სხვა ტიპის პროცესები აქვს, რომელიც მასობრივი გამოყენების საშუალებას არ იძლევა. ზოგადი სურათი როგორია? როგორ იყენებს სისტემა? აზრი აღარ აქვს უწყებად გაყოფას იქ პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია, ყველაფერი ერთია. ამ 174 მუხლს საერთო სურათი თუ შეგიძლიათ რომ მოხაზოთ. 2025-დან და წლის იანვრიდან დაიწყეს რეაგირება, მანამდე მსგავსი შემთხვევა, რომ გზის გადაკეტვაზე დისტანციური დაჯარიმებები დაეწყოთ და ბიომეტრიული მონაცემები და სახის ამომცნობის სისტემების გამოყენება დაეწყოთ. მანამდე ესეთ შემთხვევა ხილულად არ მომხდარა. თებერვალში, იანვრის ბოლოს თებერვალში მიაღწია პიკს, თებერვალში და მარტში გვაქვს მოლოდინი ალბათ რომ ყველაზე მეც ადამიანს დაუწერეს. თანამედროვეულად სულ არ იყო გარჩევადობა, მართლა რაოდენობის ხალხი იყო და ასე შემდეგ, აი ყველაფერზე წერდნენ ფაქტობრივად რა. მაგალითად ბიზნეს დაბადების დღესთან დაკავშირებით იყო ერთ-ერთი საპროტესტო აქცია, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო. ჩანაწერები არის, კამერები როგორ ნადირობს ამხელა ზღვა ხალხში ადამიანის სახეებზე და იქიდან ბევრს მერე დადასტურებულად ვიცით რომ მივიდა კიდევაც სამართალდარღვევის ოქრო. დაახლოებით 3 თვე გაგრძელდა ეს პიკური პერიოდი, სადაც ყველას და ყველაფერს აჯარიმებდნენ და მერე უკვე ნელ-ნელა დაიწყო შერბილება. თებერვლის დასაწყისის მონაცემებით
1000-მდე, ვაჟა სირაძე მაშინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო და მოითხოვა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ჩართულობა საქმეებში იმის გადატვირთულობიდან გამომდინარე. პრაქტიკულად როგორ მუშაობს ეს ამომცნობის სისტემა? თან როგორც მოქალაქეს უნდა გიხაროდეს, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს უნდა გიხაროდეს, რომ რა კარგია შენს პოლიციას აქვს რაღაც თანამედროვე ტექნოლოგია, თან როცა ხედავ რომ ამას მაინც და მაინც შენ წინააღმდეგ ატრიალებენ, შენ წინააღმდეგ იყენებენ, უკვე შიში და ეჭვი გიჩნდება. თორემ ქუჩებში ახლა უფრო მეცისვრიან ვიდრე ადრე ისროდნენ რეალურად. მსგავსი შესაძლებლობები რომ სახელმწიფოს ქონდა ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობები, ეგ ახლა დიდი ხანია ვიცოდით, კვლევებშიც ამოვარდნილა, მაგრამ აქციებზე შეკრებილ ადამიანებზე მუშაობას იწყებენ კამერები სახის ამომცნობის სისტემით. ოღონდ კამერებს ბოდიში სახის ამომცნობის სისტემა არ გააჩნიათ, კამერებს გააჩნიათ სახის დეტექციის ფუნქცია უბრალოდ, მართვადი კამერები არის დაყენებული. ეს მართვადი კამერებზე აშკარად მანუალურად ადამიანის ჩარევით მუშაობს, რომ მოძრაობაზე არ მიუთითებს არაფერი ოპერირებაზე, რომ ეს ავტომატურად მუშაობს ეს კამერები. ადამიანი ზის ჯოისტიკით, რომელიც მასობრივად აფიქსირებს სახეებს. და ესე მუშაობს რამდენიმე კამერა. შემდეგ უკვე ამ სამართლებრივი დოკუმენტაციით არსებობენ საწყის ეტაპზე ძალიან დაბნეულები იყვნენ, რა უნდა ეთქვათ, როგორ ეთქვათ, იმიტომ რომ ერთია დააჯარიმო პოლიტიკოსი ან ცნობილი სახე, მაგრამ მეორე არის გამოიყენო ეს მასობრივი რეპრესიის ფორმატ, სადაც უნდა ჩახვიდე მოქალაქეებამდე, რომელსაც ტელევიზიასთან შეიძლება არც კი გაუვლიეთ საერთოდ, ხო? და მაგათი საცნობისთვის და შემდეგ უკვე დაიწყეს და ფაქტობრივად ყველასთვის დაიწყეს უკვე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება, ესე ეძახიან, გამოყენება პირის იდენტიფიცირების მიზნით. ბიზნეს პროცესს შემდეგ უკვე ტექნიკურ პროცესს როგორც აღწერენ, აი ეს კამერები, როცა ეს ადამიანი ჯოისტიკით ამუშავებს, როცა სახეს მიაახლოვებს, კარგად ჩასვავს, აი დაახლოებით 3-4-ზე ფოტო იქნება, თუ კარგად როცა რომის ნაკვთებიც ჩანს. შემდეგ უკვე ამ ვიდეო სკრინშოტებიდან ამ ვიდეოს ტვირთავენ ამ სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელსაც უკვე აშკარად აქვს სახის ამოცნობის სისტემა ჩაშენებული და მიერთებული არის ალბათ შესაძლოა სხვა ბაზებთან, ან სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ სხვა ბაზებთან და სარგებლობაში. და აი ესე ადგენენ უკვე ადამიანების ვინაობებს და ეს პატაკები რაც საქმეებში დევს, აი ამ პროცესს აღწერს. პროცესზე რა ხდება? მოსამართლესთან რა მასალა მიდის? მოსამართლე დაიდებს წინ, არ ვიცი, ვიდეოს თუ ფოტოს და უყურებს, რომ ცხვირი გავს, ყური გავს, არ გავს. არა, სასამართლოში რომ მიდის საკითხი უკვე, იქ მათ შორის ვიდეოებსაც ვითხოვდით. საწყის ეტაპზე იყო რომ 3 წამიან მონაკვეთებს დებდნენ, სადაც ის ადამიანი ჩანდა. 3 წამიან მონაკვეთებს, კადრიდან ამოღებული სკრინშოტი და ადამიანის პირადი მონაცემები და ადამიანის ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ისტორია თუ რამე აქვს. და დასამართლეობები და ასე შემდეგ. და მოსამართლეს უგზავნიდნენ მათ შორის ამ 3 წამიან ვიდეოებს და რაღაც ეტაპზე ალბათ მაგითიც დაიღალნენ ამ ვიდეოების ამ სკრინშოტებად ცალკე და მოსამართლეს უკვე დაუწყეს მთლიანი ამ ვიდეოების გაგზავნა. მაგრამ არასდროს არ ხდება, მე არ მინახავს არც ერთი პროცესი, სადაც ვიდეო იქნა გამოკვლეული ნორმალურად. სასამართლოები ყველას აჯარიმებენ? არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოსამართლეს ეთქვას, რომ აქ არ არის საკმარისი მტკიცებულება, ან ექსპერტს ეთქვას, საერთოდ ექსპერტები რამდენად მონაწილეობენ ამ საქმეში, არის თუ არა კონკრეტული ადამიანი ამ კონკრეტულ ვიდეოში თუ ფოტოში. ჩემი გამოცდილებით მე არ მახსენდება საქმე, სადაც დაჯარიმებული ადამიანი გაამართლეს. უკიდურესად ცირე არის ეგრეთ წოდებული შენიშვნის გამოყენების მაჩვენებელი. როდესაც მაინც ადგენს სამართალდარღვევას, უბრალოდ ეუბნება, რომ კაი, რაღაცა პირველად იყო, ან რაღაცა რაღაცა მიზეზის გამო შენიშვნას წერს. ვიცით აგრეთვე ის, რომ ძირითად შემთხვევებში გამოყენებული იქნა 5000 ლარიანი სახდელი. ივანაშვილმა ძალიან კარგად იცის ფულის ფასი, მით უმეტეს ჩვენი ფულის ფასი იცის ძალიან კარგად და ხა 5000-იანი ჯარიმა რომ მოგივა ერთხელ ორჯერ ზოგს რა ვიცი, 10ჯერ აქვს და 12ჯერ ვიღაცებს გამოწერილი. ამას ცხადია ეფექტი აქვს. აი ამ რაოდენობის შემცირებაში ვფიქრობ ერთ-ერთი კრიტიკული წვლილი შეიტანა იანვარში, თებერვალში და მარტში აი ამ მასობრივმა დაშინებებმა, რომელიც ამ 5000 ლარიანი ჯარიმებით იყო გამოწვეული და დღემდე არის გამოწვეული. და აგრეთვე უნდა დავამატოთ ამ ჯარიმებს ჩაბარების ფორმები. როგორ აბარებდნენ მოქალაქეებს. ანუ დეტექტივები, რომელიც ამოცანა არის
ძირითადად დანაშაულზე რეაგირება და სადღაც ზოგადად არის რაღაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სამუშაო საათების მიღმა ან დილის საათებში, ან გადაყენებით, მანქანების გადაყენებით, ესე ოჯახებში დადგომებით ახდენდნენ ამ 5000 ლარიანი ჯარიმების ჩაბარებას და ანუ ამოცანა ცხადი იყო რა, აქ ვართ, რამდენ ადამიანს, ნებისმიერ ადამიანზე მე მგონია რომ გარკვეული ტიპის გავლენას ახდენს ეგეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან. ღამის 10 საათზე რომ 6 დეტექტივი დაადგება ვიღაცა სახლში ოჯახთან ერთად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩასაბარებლად, ეს თავისებური დამაშინებელი ფსიქოლოგიური ეფექტის მატარებელი რა თქმა უნდა არის. უხეშ შეფასებით მედიიდან მიღებული ინფორმაციიდან რაღაც სხვა წყაროებიდან თუ შეგიძლია თქმა დაახლოებით რა რაოდენობაზეა ლაპარაკი დაჯარიმებულების დაახლოებით რა რაოდენობა აქვს ქვეყანაში. მე ველოდები რომ სადღაც კიდევ ერთხელ ჩემი ვარაუდით ეს ციფრი მოძრაობს სადღაც 10 და 20000 შორის. გიორგი, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წლის ბოლოს თუ მომავალ წელს თუ ეს კლანი როცა გადაშენდება, ამ ინფორმაციას რეალურად შევიტყობ და გავიგებთ რამდენი ადამიანი დააჯარიმეს და როგორი იყო მთელი სურათი ამ ტერორისა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დროებით თანგო და მადლობა. გაიხარ. რუსი ოლიგარქი არც მალავს, რომ რეპრესიებთან, ტიტუშკებთან, მოძალადე პოლიციელებთან, ძველ ბიჯებთან და სხვა მეთოდებთან ერთად ფულით აპირებს პროტესტის დამარცხებას. შიშით, რომ ხვალ შეიძლება არ მცემონ, მაგრამ დამაჯარიმონ. მე კი ბინის ქირას ვერ გავისტუმრებ, შულების სკოლას ვერ გადავიხდი, ბანკის ვალს ვერ დავფარავ, წამალს ვერ ვუყიდი დედას. აღარაა საუბარი იმაზე, რომ ახლა ძველ მანქანას ვერ ვიყიდი, რომ დასასვენებლად მაგალითად ვერ წავალ მალიორკაზე ან ისლანდიაში. მალე მან დიდი პულითაც ალბათ ვეღარ წავალთ. საქართველოს ისტორიას თუ ეს კიბო არ მოვაცილეთ. ეს იყო ვაში გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.